რამდენჯერ შეგიძლიათ შეხედოთ სიკვდილს თვალებში, სანამ საკუთარ სულს გავედით? 914 წელი. 133 მეგობრის სიცოცხლე ერთ მხარეს და ერთი ღალატის სიტყვა მეორე მხარეს. ეს მიქაელ გობრონის არჩევანია. საქართველოს კატასტროფის წინაშეა. არაბთა ამირა აბულკასიმი ქვეყანაში ცეცხლით მოდის. მის გზაზე მხოლოდ ერთი წერტილია დარჩენილი, ყველის ციხე. 28 დღე. სწორედ ამდენ ხანს უძლებდა მცირერიცხოვანი ქართული გარნიზონი იმპერიის რისხვას. სარდალი, გობრონი. კაცი, რომელმაც ლოგიკასა და შიშზე მაღლა დადგომა შეძლო, მაგრამ ციხე დაეცა. აბულკასიმს მისი გატეხვა სურდა, რადგან იცოდა, გობრონის მოდრეკა ქართული სურის გატეხვას ნიშნავდა. მან უსასტიკესი ფსიქოლოგიური ტერორი აირჩია. გობრონის თვალწინ სათითაოდ დასაჯეს მისი 133 თანამებრძოლი. 133 სიკვდილი. 133 შანსი დანებებისთვის. ყოველ დაცემულ მეომარზე მას ეკითხებოდნენ. გადაიფიქრე. ის არ დათხოვდა. მან თავად მოუდრიგა ქედი ჯალათს და მარადისობაში თავის მეომრებთან ერთად შევიდა. ეკლესიამ გობრონს ახალი სახელი, მიქაელი უწოდა და წმინდანად შერაცხა. გობრონმა დაამტკიცა, სხეულის მოკლა შეიძლება, სულის არასოდეს. თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი ღირებულება, რის გამოც ადამიანის სიკვდილს ირჩევს? დაწერეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. თუ გსურთ, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი გმირების შესახებ, გამოიწერეთ არხი. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება ისტორიის გაცოცხლებაში. დონაციის ლინკი იხილეთ ბიოში.